დღევანდელი გადაცემა იქნება ისეთი, რომ ყველა ვერ უყურებს. ზოგ შეიძლება შეზიზღდეს, ამას რა მაყურებინებს. გველებზე უნდა გადავიღოთ, მეგობრებო. ამ სიცხეში ძალიან აქტუალური არის გველების თემა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ყოველი მეორე ფოტო ხდება გველის და მე შეკითხები ეს საშიშია, ეს ვინ არის, ეს რა არის, თავი გაუჩეჩქო თუ არ გაუჩეჩქო. მოკლედ, გველების სამყაროში უნდა ჩავიხედოთ უფრო ინტენსიურად და ცოდნა მოგეხსენებათ ყველანაირ შიშს აქრობს, ხო და ჩვენ ეს ცოდნა უნდა მივიღოთ, რათა ეს შიში გველების შესახებ, რომელიც გვაქვს რაციონალური თუ ირაციონალური, ჯობია რომ არ გვქონდეს და შიშის გარეშე ვიცხოვროთ. ეგეც ბუნების ნაწილია და ამ ბუნებასთან ჯობია ჰარმონიული თანაცხოვრება და მე ვეცდები რომ ჰარმონიაში შევიდე გველებთან როგორ გამომივა, არ ვიცი, მეც ძალიან მეშინია მათი და ნახოთ. თან საქმე იმაშია, რომ პირველ ნაწილში ვილაპარაკებთ მათ, ესე ვთქვათ, ზოოლოგიურ მახასიათებლებზე, როგორც არსებებზე და მეორე ნაწილში ვილაპარაკებთ გველებზე, როგორც მითიურ არსებებზე, იმიტომ რომ არ არსებობს მითოლოგია, არ არსებობს რელიგია, სადაც გველები არ ფიგურირებენ და არ თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს. და რითი დაიმსახურეს ეს განსაკუთრებული ადგილი თქმულებებში, ხალხთა თქმულებებში, ხო? ძალიან საინტერესოა. და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვარკვიოთ და რაც მთავარია იქნება, ეს შინაგანი გველი უნდა გამოვაღვიძოთ. კაცმა არ იცის, როგორც სახარებაში იესოებნება თავის მოციქულებს. იყავით უციკლონი ვითარცა მტრედნი და მეცნიერნი ვითარცა გველნი. და რა მეცნიერება აქვს ეგეთი გველს იქნება დღეს გვჭირდება ეს მეცნიერება რაც გველს აქვს. ნახოთ ერთად. ყველაზე საშიში გველი საქართველოში. გიურზა, ბატონი გიურზა. და იცის ამ გიურზას რო ეძახით. ძინავს ამას მე მგონი. არა ეს რომ ნახო, სადმე ძალიან შემეშინდება, მაგრამ აი რატო შემეშინდება, მაგას ვერ ხვდები აი. რატო მეშინია? ალანახი მაქვს ის ვიდეო ბავშვებს რო არ ეშინიათ გველების და იმ ვიდეოს ავტორი ერწყმუნება რომ ყველა შიში დასწავლილიაო და თანდაყოლილი მხოლოდ ორი შიშიაო, ერთი არის სიმაღლეს და მეორე დამავიწყდეს. არსებობს ეგეთი თეორია რეპტილოიდების შესახებ, რომლებიც ერთგვარი რასა და დედამიწა ხელში აქვს ჩაგდებული. ეს ხო არ არის ნეტა ის მაიმუნი, ვირიშვილი, ვის გამოც მთელი ომები ხდება. აი ურა საყვარელება შეკინაცო. რას ერთი თავმჯდომარებას. შეწყვიტეთ ომები და deep state-ის დაფინანსება. ვერაო ჩვენს გშია და საჭმელი გვინდაო და ადამიანებით ვიკვებებით. პერო ვიკვებებით ქათმებით კაიაო.
ჩვენი მასპინძლები გველების სამყაროში იქნებიან არაჩვეულებრივი დათა და ინგა ეგზოტარიუმის თანამშრომლები, რომლებიც თავიდან ბოლომდე შეყვარებულები არიან გველებზე და ერთმანეთზე ცხოთაშორის. რაღაცეც მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მოდი დავიწყოთ პირველი შეკითხვა, რაც მაქვს ყველაზე მეტად. რა ტიპები არიან რითი არიან გამორჩეულები და განსხვავებულები სხვა არსებებისგან? რა მახასიათებლები აქვთ ეგეთი? ბევრისთვის საშიში არის, ბევრისთვის მიმზიდველი არის, ყველა სხვადასხვანაირი შეხედულება აქვს რა. ასე ვთქვათ, ну როგორც ვთქვით, მისტიური ცხოველები არიან, ამასაც თავის დანიშნულება გააჩნია ბუნებაში. ну ანადგურებენ მღრღნელებს, რაღაცა მწერებს და ასე შემდეგ რა. რაღაც ბალანსი იცავენ. ბალანსი იცავენ, კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხდება ეხა როგორც უსაფრთხო გველები არაშხამიანები, ასე ხდება შხამიანი გველები. ну ცოტა თუ არ ერკვევენ გარჩევა ხანდახან რთულია ხოლმე, მაგრამ შესაძლებელია ყველაფერი. ну შხამიან გველებზე ამბობენ ხოლმე რომ თვალი, აი როგორც კატას აქვს ხოლმე სისწორეზე შხამიან გველებს, აი რომ დააკვირდე ეგრე აქვს, ესე ზოლი და არა შხამიანს სრული თვალი აქვს. შხამიან გველებს აქვთ შხამიანი ჯირკვლები თვალებზევით მოთავსებული, რომელიც უფრო შებერილია, სადაც შხამი გროვდება. ანუ ესეც სამკუთხედი თავი. სამკუთხედი თავები აქვს. ზოგმა ცურავმა იცის თავის მოჩვენება თითქოს შხამიანია. შეუძლია შეწიოს ეს ლაყუჩები? აპყელებს თავს და სამკუთხედ ფორმაზე იღებს. პირიქით მოგაჩვენოს რომ შხამიანია. ხო, ჩვენ ყავს ერთი ისეთი მცურავები, რომლებიც ესე ყუთს იმაშვებიან ჭხრიალასავით აჭხრიალებს, რომ როგორი გველური საქციელია. ყველა გველს აქვს რაღაც ესეთი თავდაცვითი მექანიზმი გამომუშავებული. პრინციპში ხო, თავდაცვითი მექანიზმი, აი ხარ წეგან ვამბობდი რომ არც ფეხი არ აქვს, არც ხელი არ აქვს, რაღაც თქონდა დაიცვას თქო თავიდან. ხო, ну ეხლა როგორც ჭხრიალა თქვა ინგა, ჭხრიალას დამახასიათებელი არის, როცა საფრთხეს გრძნობს კუდს, ახანავს და ხმას გამოსცემს, ну და ხმით დააფრთხოს, ხო? ხმით რომ აფრთხილებს რომ აქ შხამიანი გველი ვარ და მომერიდე. სანამ შხამს გაუშვებს, მანამდე აფრთხილებს რომ აფრთხილებს რომ დისტანცია დაიცავი, არ მოხვიდე ახლოს რა. ну კობრებს აქვთ რომ ფეხს ედგებიან, ასე ვთქვათ, ეგრე ეძახიან, კაპიშონს შლიან, მაგით ანიშნებს. გიურზასაც აქვს ახლა მაგალითად დამახასიათებელი ხმა, რო ბრაზდება, ასე ვთქვათ, შიშინის ხმარი, მკვეთრი, ისეთი რომ სხვა გველებიდან შედარებით გაარჩევა, რომ ეს გიურზაა. ეს არის გიურზა, ხო? კი, ბატონო. ყველაზე გავრცელებული საქართველოში შხამიანი გველი. საქართველოში ერთ-ერთი აი მეგობრებო, კარგად დააკვირდით, რომ ყველა გიურზა რო არ გეგონოთ. შეფერილობა სხვათა შორის არის ასეთი შეფერილობა, არსებობენ ცოტა ყავისფერი დაკრავთ და არიან ცოტა უფრო მუქი ნაცრისფრები. დაახლოებით ეს სამი ტონალობა არის ხოლმე. ну ეს არის გარემოზე დამოკიდებული, ну გარემოს მიხედვით ფერები, ასე ვთქვათ, ეცვლება რა. ისეთი შხამიც არ აქვს გიურზას, რომ რაღაც არის ხოლმე იტყვიან, რომ რაღაც 15 წუთში კლავს და რაღაც არის ხოლმე ესეთი რაღაც გავრცელებული რაღაც მითების დონეზე. რეალურად არ არის ეგრე. თუ სწრაფად მოხდა ჩარევა, რეაგირება თუ მოხდა, საშუალოდ გაქვს 4-დან 6 საათამდე გააჩნია სხეულის რა ნაწილში გიყვეს კიდე. 4-დან 6 საათამდე? ძირითადად დაკვენა ხდება ხოლმე კიდურებში. ან გადაადგილების დროს თუ შემთხვევით ფეხი დავაბიჯეთ და ფეხზე ხდება ხოლმე, ან ადამიანებმა ხშირად იციან რაღაც ჯოხით რაღაცა და ხელზე ხდება ხოლმე ამ დროს კბენა. სხვა ნაწილში კიდე რაცა გავითვალისწინოთ, ვაი და თუ მოხდა შემთხვევა და გიურზამ გიკბინა, ცოტა რთულია ეს სიმშვიდე შეინარჩუნო, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, ნაკლები იმოძრაო, ბევრი სითხე მიიღო და რა თქმა უნდა მიმართოს შესაბამის საფრთხე. წყალი ოღონდ. რო ხელი შეუშალო. ხო, წყალი ოღონდ კარგადა, რო რაღაც ღვინო არ დალიო, არაყი. შხამის მოქმედება თიშავს თირკმლის მოქმედებას. და ბევრი წყალი იმიტომ უნდა დალიონ, რომ თირკმელს მისცენ მუშაობის მაქსიმალური საშუალება, რომ აი ეს გათიშვის რისკი არ იყოს მაღალი. ეს კუებთან ჩვენი რო ცხოვრობ. ეს ადგილობრივები არიან, 4-ზოლიანი ცურავები, იგივე ურარტუს ცურავებს ეს ძალიან გავრცელებული. ეს ერთი და იგივე სახეობა, ის მელანისტია უბრალოდ. ცოტა კუები აბრაზებენ ხოლმე. ხო, აი აშკარად რაღაცა აი მიდის ახლა რაღაცას უჩხიკინებს. მე მგონი თამაში უნდა და იმას ეზარება, არ ეთამაშება. ეს არის კობრა, ხო? აქ ყავს წითელი მაფურთხებელი კობრა. მაფურთხებელი, ანუ იცი, ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ყველა კობრა იფურთხება შხამს. ეგრე არ არის. არის სახეობა მაფურთხებელი, რომელიც იფურთხება. სხვა არ იფურთხება.
ის მონოკვლის კობრას იმიტომ ეძახიან, რომ შეუძლია შხამიანი კბილები, ასე ვთქვათ, 2 მეტრზე თავისი შხამი ისროლოს და ძირითადად ეს თვალებზე უმიზნებს, იმიტომ რომ თვალი რო პრიალებს, ამას აღიქვავს და იმიტომ თან დისტანციურად უფრო თვალთან ახლოს. და თვალში ისვრის პირდაპირ თვალებს უმიზნებს. რა თქმა უნდა, ეს თვალებიდან შხამი მე ვრცელდება, ხშირად ხედველობის დაქვეითებას, სიბრმავეს იწვევს. ეგ კარგ შემთხვევაში. ხო, კარგი შემთხვევაში. და რამდენად კარგი მიზანი აქვს? საკმაოდ კარგი მიზანი აქვს. შხამიანებს, აი მაგასაც აღნიშნავთ, რომ ესეთ დამახასიათებელი თვისება აქვს, ჯერ კლავენ შხამით. ნუ ეხლა არის ეგრევე ხო არ ყდება ცხოველი რა, რასაც უკვე ჯერ შხამით დაგისლავენ, ასე ვთქვათ. მერე ცოტა ხანი ელოდებიან და მერე იწყებენ კვებას, როცა ის თავისი მონადირებული მოკვდება, ასე ვთქვათ, მერე იწყებენ კვებას და ეს შხამიც მონელებას შეხმარება. მაგარია წყობილი აქვს ცხოვრება. ანუ ხშირად ყოფილა, რომ მაგალითად მკვდარი ცხოველი რო დაგვიდია, არ უჭამიებს თავისი მონადირებული. მახრჩობელები არ არიან შხამიანები, ხო? არა, მახრჩობელები და პითონები არ არიან შხამი. ადრე მახრჩობელები და პითონები ერთი სამეფო იყო. მერე გაიყო მახრჩობელები ცალკე არის და პითონები ცალკე არიან. თუმცა ორივე მახრჩობელაა და შხამიანი არც ერთი. შხამიანი არც ერთი. ანაკონდა კიდე ცალკე. ანაკონდა კიდე ცალკე. ანაკონდაც მახრჩობელაში გადის, ხო? თავდაცვით ინსტინქტზე რომ მიდგეს საქმე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თავდაცვით ინსტინქტი აქვს სხვა ცხოველებთან შედარებით, თუ ყველას თავისი შესაბამისი აქვს. ყველას თავისი შესაბამისი აქვს, მაგრამ გველებს რატომღაც უფრო გამოარჩევენ ხოლმე ხა. გველს არ აქვს კიდურები, არ შეუძლია მაგალითად ეხა სხვა ცხოველს, რომელსაც შეუძლია რაღაც კიდურებითაც რაღაც ზიანი მოგაყენოს, გველს არ შეუძლია ეგ ხო? მხოლოდ რაღაც შესაბამის ფორმას იღებს და გამოსცემს ხმას, რაც არის გამაფრთხილებელი. ამ გადაცემის გაკეთება გველების საერთაშორისო დღემ დააჩქარა. დიღმის პარკში ახალგაზრდა გველებზე შეყვარებული ადამიანები საკუთარ სიყვარულს სხვა ადამიანებს უზიარებდნენ. ავრცელებდნენ ცოდნას ქვეწარმავლების შესახებ და სტუმრებს მათთან კონტაქტის საშუალებას აძლევდნენ. იმდენად აღმაფრთოვანა მათმა გულწრფელმა გატაცებამ, გადავწყვიტე ისინი თქვენთვისაც გამეცნო. მარიამს და ალისას ერთ-ერთ კერძო ეგზოტარიუმში ვესტუმრე. გველებთან მეც ესე ვთქვათ, ჩემი თავგადასავალი მაქვს, საინტერესო თავგადასავალი, ეს შიშის, მერე დაძლევის, მერე სიზმრებში ვნახულობდი ესა ისე, მერე ინდოეთში რო ვიყავი, იქ სულ გველები იყვნენ ყველგან და შეუცნება. ხო და მოკლედ ანუ მივხვდი, რომ ამ არსებებში რაღაცა ისეთი იმალება, რაც შეიძლება ადამიანშიც იმალება და თუ გველების გვეშინია, შეიძლება შენ თავში რაღაც განდევნილი გქონდეს ის, რაც გველში არ გვიყვარს და მოკლედ დღევანდელი გადაცემის მიზანი ეგ არის, რომ გველებზე ცოტა მეტი გავიგო და შესაბამისად საკუთარ თავზეც. აბსოლუტურად ძალიან ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ვცდილობთ, რომ ადამიანებს დავანახოთ ეს არსებები, არა იმ არსებებად, როგორც არ ვიცი, ჩამოგვიყალიბდა ეს დამოკიდებულება, არამედ რომ რაღაცა გადავიაზროთ, რომ არ არიან რა ისეთი ცუდი ტიპები, როგორც ხალხს გონია და როგორც ხალხმა ისწავლა. რეალურად ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ხანდახანაც არ ვიცი არ არიან რა ისეთი ბოროტები და მომოკვდინებლები, როგორც ხალხს გონია მოკლედ. ბოროტები. აგერ ყავს კალიფორნიული სამეფო მცურავი, რომელიც ძალიან ლამაზია. ნახეთ პატარაზე კუდი. აუ ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეგეთი თავდაცვა აქვთ, კუდს აქიცინებენ, ანუ ძაღლივით კი არ უხარია ჩვენი ნახვა პირიქით, ახლა ვერ ხვდება რა ხდება. ანუ ვერ ხვდება საფრთხეშია თუ არა და ყოველი შემთხვევაში ეს აქიცინებს, რომ შექმნას ხმაური და შეგვაშინოს. შხრიალა გველგესლები ალბათ გაგიგიათ ხო? ისინიც ამერიკაში ბინადრობენ და არა მარტო და აი კუდს რო აჩხრიალებენ რომ შეგვაშინონ. ეს ისე საკმაოდ ხელშეჩვეულია, მოდი ჯოხით ავიყვან, რომ მიხვდეს რომ საფრთხე არ ვარ, აი ახლა დაჟე მეცა, მაგრამ არა უშავს. და ისე ახლა ცოტა ხანში ანუ მიხვდა რომ მე შეჭმას არ ვუპირებ და დაწყნარდა. რაღაც დროის მერე თუ ხვდება რომ ესე იგი არ ვარ საფრთხეში და პირიქით საკმაოდ უსაფრთხო გარემოში ვარ, ნაკლებად შეეცდება თავდაცვას. ყველაზე საინტერესო ფაქტი თქვენთვის გველების შესახებ რა არის, აი რაც წყლის გველებში ფილტვის ერთი პატარა ნაწილი, ანუ იდეაში გველებს ერთი ფილტვი აქვთ და მეორე ძალიან რედუცირებული, ანუ თითქმის არ მუშაობს მეორე ფილტვი და აქვთ ერთი გრძელი დიდი ფილტვი. მაგრამ წყლის გველებში რაც საინტერესოა, ამ ერთი დიდი გრძელი ფილტვის ნაწილი
ჩამოყალიბდა და წყლის ბუშტად. ანუ ეგ ის არის, რაც თევზებს აქვს იმისთვის, რომ აკონტროლოს რა სიღრმეზე არის რა. ანუ თქვა ძალიან მოკლედ რა ვახსნა, ჩვენ რო ყვინთავთ, არ შეგვიძლია წყალი გვაგდებს უკან, ხო? და თევზები მაგას აკონტროლებენ, რომ ენერგია არ დახარჯონ, რომ ერთ სიღრმეზე დარჩნენ. და აქვთ ბუშტი, რომელიც იბერება თუ ამოსვლა უნდათ და იჩუტება თუ ჩასვლა უნდათ. და აი წყლის გველებში მაგალითად ფილტმა მიიღო ეგ ფუნქცია, რომ იმისთვის იყენებენ ფილტვის ნაწილს, რომ ესე გაბერონ ამოსვლა თუ მოუნდათ და ჩაბერონ ჩასვლა თუ მოუნდათ წყალში. და აი ეგეთი ადაპტაცია ძალიან ბევრი აქვს რა, გველს გააჩნია საცხოვრობს. ზოგს აქვს მაგალითად ხეზე ცოცვისთვის სხვანაირი ქერცლები, ზოგს აქვს წყალში ყოფნისთვის სხვანაირი ქერცლები და აი ესეთი მილიონნაირი სხვადასხვა პატარ-პატარა ადაპტაციები აქვს. გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი სხვა ბინადარი, სამეფო პითონი. ხო, ის საინტერესო ფაქტია, რაც ვახსენეთ, ანუ გონია რომ გველს ფეხები არ აქვს, ხო? ანუ ამას არ აქვს, შეხედა არ აქვს. ამას თითქოს არ აქვს, მაგრამ რეალურად ზოგიერთ უფრო პრიმიტიულ გველს, როგორებიც არიან პითონები და მახრჩობელები, ეს არის პითონი. აქვთ პატარა-პატარა ფეხები შემონახული, რომელიც დეზების სახით დარჩათ. აი, აქ ორი პატარა ერთი ცალი და მეორე ცალი. ანუ ოდესღაც ეს იყო ფეხები. ეგ ვიცით, რომ თავიდან, არ ვიცი, გველებს ჰქონდათ ფეხები და შემდეგ იმისთვის, რომ მიწაში ჩასული იყვნენ და სხვანაირი ცხოვრების სტილი ჰქონოდათ, ეს ფეხები ნელ-ნელა ასე ვთქვათ გაუქმდათ. ნელ-ნელა ოღონდ ეს ხდებოდა, რა თქმა უნდა, საუკუნეების და მილიონობით წლის მანძილზე და აი ამ გველებს, რომლებსაც ძველი სამყაროს გველებს ვეძახით, იმიტომ რომ უფრო პრიმიტიულები და უფრო ძველები არიან, მართლა ის ჯერ ესენი იყვნენ. ხო, ესეთი საინტერესო პატარა დეზები. პატარა უპაწაწინასი დეზები. და თან რაც კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რომ კვერცხში თითებიც კი უვითარდებათ, ანუ სანამ ფეხები და თითები პატარა პითონები კვერცხებში არიან, კი მთლიანად თითქმის მთლიანი ფეხი უვითარდება და მე უბრალოდ შეიწოვება. უკვე შეიწოვება ეს ფეხი და იბადებიან უფეხო და უხელო გველები. იცი რა მითხარი და ენას რატო ყოფს ესე გარეთ? ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ხშირად გონია ხალხს, რომ ენას ყოფს მე იმისთვის, მაიმუნება. რომ გვიკბინოს, ან უძდელია ხო და არა რა თქმა უნდა ენას ყოფენ ჰაერში არსებული ინფორმაციის ნაწილაკების აღსაქმელად, ანუ ენის გამოყოფით აღიქვამენ რა ხდება მათ გარემოში. ამ გველს და ზოგადად მახრჩობელების და პითონების და გველგესლების ნაწილს, ყველას არა უბრალოდ ნაწილს აქვს თერმორეცეპტორები ტუჩებთან განლაგებული. ალისა, შენ მოგვიყევი? ეგ რას ნიშნავს? თერმორეცეპტორები არის აი ეს პატარა ნესტოებს რაც გავს ტუჩის ზედა ნაწილში, ეს რეალურად აღიქვავს სითბოს, ანუ რაღაცა სტერეოტიპი ხო არის, რომ გველები ხედავენ აი ამ ინფრაწითელ გამოსხივებებს და კი არ ხედავენ, ანუ თვალებით ჩვეულებრივად ხედავენ, რასაც ჩვენ ხედავთ და აი ამ ორგანოთი ხედავენ ზუსტად რა ხედავენ, აღიქვავენ ხო სითბოს და აი ინფრაწითელ გამოსახულებას იღებენ. ანუ თქვა სადმე თბილი თაგვი თუ არის ამის ირგვლივ, აი ზუსტად ამ ორგანოებით დაინახავს ესე ხო, ნუ აღიქვავს ხო. ერთმანეთში როგორი ურთიერთობა აქვთ ისე გველებს, მეგობრობენ თუ? არა. არის შანსი რომ შეჭამონ ერთმანეთი თუ ერთად თანაცხოვრობენ, მაგიტოა რომ ერთად არ ვაცხოვრებთ ხოლმე. ეცე გველებს რა ახასიათებთ? ეხლა ხო ცოტა ცივია. ხო. ესენი ხო ცივსისხლიანები არიან და ჩვენ ხო თბილი სისხლი გვაქვს და კანი შედარებით თბილია. ცოტა დიდხანს რო ყავდეს ხელზე, თვითონ შეამჩნევ რომ გაცბება. ჩვენს ტემპერატურას იღებს. გარემო ტემპერატურაზე არის ყველაფერი ამისი დამოკიდება. ნუ გარემოში რა ტემპერატურაცაა, იმის ორგანიზმშიც იგივე ტემპერატურა. ადაპტაცია შეუძლია ტემპერატურასთან, ხო? კი. ეს რასასწაულია, ენას გამოყოფს და აქედან სამყაროს ანალიზს აკეთებს. ხო, მხედველობა მაინც და მაინც არ უარგაც, ასე რომ სმენაც არ აქვს, ხო? სმენაც არის. ჯერ ეს ერთი არწყურის ნიჟარა აქვს, აპკით არის დაფარული და მეორე შუა ყური არ გააჩნიათ, რაც მთავარი არის სმენის ორგანოში და აბსოლუტურად სმენა არ აქვს, მაგრამ საკმაოდ კარგად გრძნობენ ვიბრაციებს. აი, მივადექით, მისტიკას მივადექით. ვიბრაციებს კარგად გრძნობენ, ასე რომ ძალიან შორიდან შეუძლიათ მაგალითად რაღაც შეიტყონ რაღაცა, თუ მიდის ვინმე თუ უახლოვდება. ლამაზია. გამოცვლილი კანიც გვაქვს. საინტერესოა ისიც, ლიანად რომ იცვლის განს. თვალებით, გველის თვალებით დაფარული არის ქერცლებით. გველს რო შევეჯიბროთ დახამხამებანაში, აუცილებლად წავაგებთ, იმიტომ რომ არასდროს არ ახამხამებს თვალებს. ან ყოველთვის ახამხამებს, შეიძლება ეგრეთ ახამხამებს, რომ დაფარულია. გამჭვირვალე და ქვედვით შეზდილი ქუთუთოები. და მოკლედ აი აქაც კარგად ჩანს რა. აი თვალით დაფარული აქვს მოკლედ აი ესეთი ქერცლით. ბუნებაში ამას თავისი დანიშნულებაც აქვს ის, რომ აი ამ ძველ კანზე რო ქონდეს იქ რაღაც პარაზიტები, ტკიპები, არ ვიცი მე სხვადასხვა რაღაცეები, ჭუჭყი და ასე შემდეგ, ამ ყოველფერსაც მოიცლის რა და ესეც ძალიან საინტერესო არის. ადამიანებს გვიჭირს ხოლმე
ტყავის შეცვლა, იმიტომ რომ ამ ტყავზე მიჯაჭულები ხდებით ხოლმე და ჩვენ თავს ვაიგივებთ ხოლმე მაგალითად და ხელს ვერ უშვებთ ხოლმე და გველებს არ იქნებათ ეგ მიჯაჭულობა ალბათ თავის ძველ მესთან. უი, ეს სულ სხვანაირი ტიპია. ეს არის ხვლიკი. რო შევეცვლოთ სხვანაირია. ანუ ქერცლებით გველისნაირი არა ხო? და რეალურად ბევრი რამით განსხვავდება გველისგან. მაგალითად, მთავარი განსხვავება არის მაგისი ყური, გარეთა ყური, რომელიც გველებს საერთოდ არ აქვს. შევადაროთ. აი, სახეზე აქვს პატარა წერტილი თვალის უკან, ეს არის მისი გარეთა ყური და გველს უბრალოდ ჩვეულებრივი ქერცლები აქვს მანდ. აი, ხელი რომ მოვკიდე, გველი უბრალოდ დინჯი არსება. ეს უბრალოდ შეუჩვეველია ჯერ ხელს და მაგით არის ესეთი ხვანცალა, იმიტომ რომ ჯერ არის ის რომ ადამიანისგან მაგრამ ხვლიკები ისედაც ხვანცალები ხო არიან. უცბად გაიქცევენ. მაგრამ გველხოკერა თუ ენერგიასაც ხარჯავენ, უფრო მეც ჭამენ კიდეს უფრო ხშირადაც და ხა მაგალითად ამას ყოველდღე უნდა ჭამა და გველებს ყოველდღე არ უნდა ჭამა. რა ფუნქცია აქვს გველხოკერას ბუნებაში? გველხოკერა სხვა შორის გველებსაც ჭამს. ეგ არ არის მაგისი ფუნქცია და მე ვეწინააღმდეგები ამ გველხოკერის თვისებას, თუმცა ნუ რა ვქნათ ხა, ამასაც ჭირდება რაღაცის ჭამა. გველებს ჭამს ეს პატარა? გველებსაც ჭამს, ეს დიდი იზრდება საკმაოდ. ამხელა იზრდება დაახლოებით გველხოკერა. გველხოკერა თვითონაც არის ბევრი რამის საჭმელი, ანუ გველხოკერას ჭამენ სხვადასხვა მაგალითად ძუძუმწოვრები მკაცებელი ან ფრინველები თუნდაც და თვითონ გველხოკერაც ძალიან ბევრ მწერს ჭამს მაგალითად. არა მარტო მწერებს, რასაც დაიჭერს, იმას შეჭამს, მაგრამ აი მწერებსაც აკონტროლებს კარგად. კალიებს, რა ვიცი. რასაც დაიჭერს. გველები. ხო, რა საინტერესო არის ეს ბუნება, რა ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს ხო? კვებითი ჯაჭვის მნიშვნელოვანი წევრები არიან ორივენი, რა, აი გველებსაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც იგი ჭამს და აკონტროლებს მღრღნელების პოპულაციას, ასევე სხვა ცხოველებიც ჭამენ გველებს, როგორც მანამდე ვთქვით, იქნებიან ეს სხვა ძუძუმწოვრები, სხვა ქვეწარმავლები თუ სხვა ფრინველები. პოპულაციის კონტროლის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რაც უნდა გავიგოთ ადამიანებმა ზოგადად როგორ არის სამყარო დაბალანსებული, რომ მიმღებლობა გაგვიჩნდეს თუნდაც იმ ტარაკნის, თუნდაც გველის და რაც გონია რომ ცუდია. სინამდვილეში არ არის ცუდი, ხო, რაღაცა თავის ადგილი აქვს ამ ბალანსში რა. გამოა რომ რეალურად ჩვენ შევძელით განვითარება იქამდე სადაც ვართ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი სახეობა არის, მით უფრო სტაბილური არის ეკოსისტემა. ანუ თუნდაც კლიმატი, ამინდები, ეგეთი რაღაცები არის სტაბილური ბიომრავალფეროვნების დახმარებით და რაც უფრო მრავალფეროვანია ეს ბიომრავალფეროვნება, ჩვენ ირგვლივაც მით უფრო სტაბილურია ყველაფერი. მაგან კბენა იცის? არა, მაგრამ ეხა გონია რომ საჭმელი უნდა მივცე. ძალიან პატარა იყო რო ვიყიდე. ნუ ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეხლა რაც მომეწონა ამის ცხვირი იყო, ასე ვთქვათ ესა. ცხვირის გამო ვიყიდე ხო, იმიტომ რომ თავიდან არ გავითვალისწინე ამის ზომები, რომ სულ იზრდება უკიდეგანოდ. ვაიქოჩე. კბენა ხო არ იცის? კბენა ეხლა ყველაფერმა იცის, მაგრამ აგრესიული არ არის. აგრესიული. უკბენია შენთვის ისე. ამას არასდროს. ნუ ზოგადად ისე ნუ აქ ყოფილა შემთხვევები, უფრო ხშირად კვების დროს. შენ რა მიგიგვინა? მე ამისმა ნათესავებმა მიგვინა, ასე ვთქვათ, შედარებით კი არა და უფრო ბევრად დიდმა. ნუ ესეც ასე ვთქვათ, კვების მომენტში იყო. ძალიან მტკივნეულია? საკმაოდ მტკივნეულია, იმიტომ რომ მთელი ზედაყბა და ქვედაყბა ჩაყოლებული კბილები აქვს და თან კბილები არის მიმართული, ასე ვთქვათ, ცერად შიგნით ამ ხარეს რა. და როცა კბენს, ასე ვთქვათ, ძნელია რომ გააშვებინო, უნდა გააღებინო პირი. ხო, იკეცება კბილები და ნუ ესე ვერ გამოწევ ხელს რა, ასე ვთქვათ რა. ნაკლებად. ნუ ბევრი წერტილები უქმნიან. ნუ ასე ვთქვათ, შეგვიძლია ცოტა კბილები გაჩვენო. აი ეს ჩაყოლებაზე სუკბილები აქვს. ცოტა შევაწყვეთ. ნუ რაღაც სტომატოლოგთან ვიზიტავთ. ცოტა შევაწყვეთ. ხშირად ამბობენ ხოლმე ან ჩვენ გვეუბნებიან რომ აი რა იცით რომ ეხა არ გიკბენს, ანუ რა იცით თავში რა მოუვა გველს. ცხოველია და პირიქით, ანუ გველი არის საკმაოდ პრიმიტიული ცხოველი. არ აქვს მაგალითად თუნდაც ტვინის ქერქი, რომელიც პროგნოზირებადი არის შეიძლება. ანუ ადამიანზე უფრო ვიტყვით რომ რა მოუვა თავში არის, იმიტომ რომ კომპლექსური ტვინი გვაქვს და ესენი, ანუ თუ კომფორტულად არის, კარგად იქნება, თუ საფრთხეს გრძნობს, მაშინ გიკბენს, თუ რაღაცა, ანუ საკმაოდ პროგნოზირებადი ტიპები არიან, მით უმეტეს თუ მთელი ცხოვრება მაგათთან გაქვს გატარებული და იცი რას მოიმოქმედებს. და მე უკვე ძალიან წყნარად ხარ, აი ახლაც მაგალითად საყრდენი იპოვა, დაწყნარდა, საყრდენი არ ქონდა, ხვანცალებდა და აი ესეთი პროგნოზირებადი ცხოველია საკმაოდ. აი ბუნებაში რო შეგხვდას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა არის ხოლმე, აი ბუნებაში რო შეგხვდას, რა უნდა ვქნათ რა? არაფერი, უნდა უბრალოდ გავეცალოთ, იმიტომ რომ
თუ მივუახლოვდით, თუ არ ვიცი, გადავწყვეტეთ, რომ ან დავიჭიროთ, ან მოვკლათ, ან ნებისმიერ რაღაცა ვქენით, რაც მათთან მიგვაახლოვებს, ეს ვერ ხდება შენ უახლოვდები იმისთვის, რომ ფოტო გადაუღო, მოკლა, თუ დაიჭირა და შეჭამო რა. ამიტომ ყოველთვის ეცდება, რომ პირველ რიგში გასრიალდეს სადმე და მერე თუ მიხვდება, რომ ვერსად ვერ მისრიალებს და რაღაცნაირად ამ გზით ვერ შეძლებს, რომ თავი დაიცვას, მხოლოდ მერე უკვე ეცდება, რომ არ ვიცი, ან გიკვინოს, ან რაღაცნაირად შეგაშინოს რა. უკიდურესი შემთხვევა იქნება, ხო? კი, მართლა. აუ, ძალიან საინტერესო რაღაცებს ვილაპარაკობდით წევან გველების გამრავლების შესახებ და ის ფაქტიც ძალიან საინტერესო იყო, როგორ არჩევს მდედრი და შეუძლია რომ განაყოფიერდეს რამდენიმე მამრისგან, ხო? რამდენიმე მამრისგან და თან შეარჩიოს, შეაგროვოს რამდენიმე მამრის სპერმა და მერე შეარჩიოს მაგიდან რომლით განაყოფიერდეს. ანუ ირჩევს რომელი მამა იყოლება თავის შვილებსთან, შეიძლება სხვადასხვა მამებიც კი ყავდეს ერთ ნაყარს და როგორ ხდება ეგ ჯერ არ არის ბოლომდე შესწავლილი და ძალიან საინტერესოა. შეუძლია შეინახოს. აი, უნდა მეთქვა, რომ შეუძლია დაახლოებით 5 წლამდე შეინახოს სხვადასხვა მამრების სპერმა თავის სხეულში და შემდეგ უკვე სხვადასხვებით გაინაყოფიეროს თავისი თავი და ეგრე გააჩინოს ბავშვები. და შეუძლია ერთ ციკლში დაუშვათ რამდენიმე მამისგან. აი, დავდე 10 კვერცხი და აქედან რამდენიმე სყავს ერთი მამა, რამდენიმე სყავს მეორე, ანუ ესე შეუძლია რომ რამე. თუმცა ჯერ კიდე ბოლომდე და ძალიან ამოვწურავად შესწავლილი ეს პროცესი, როგორც ვიცით, არ არის. გერმანიაში არის კერძოდ ჰამში, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეპტილიების გამოფენა, სადაც მთელი სოფლიოდან ხალხს, ასე ვთქვათ, მომშენებლებს გამოყავთ თავისი ქვეწარმავლები. და პირადი კოლექციიდან გამოყავთ. კი, არიან როგორც აქ ძაღლების მომშენებლები არიან, იქ არიან ქვეწარმავლების მომშენებლები და შეგიძლიათ ჩვეულებრივად იყიდო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩამოყვანოს საბუთები, ყველაფერი დოკუმენტები. ეს ვინ არის? ეს იგივე სახეობაა, რაც ეს ალბინოსი არის. ამახوار გიკბინში. კი, ეს არის ჩემი მეგობარი. ცოტა ბრაზიანია? კი, საკმაოდ ბრაზიანი არის. და ესენი რა სჭამენ? ესენი რახანდიდები არიან, საკვების დიდი სჭირდებათ. ხო, რა თქმა უნდა. კურდღლებს ჭამენ. კურდღლებს. კურდღლებით იკვებებიან. და თქვენ ყავთ ასე ვთქვათ კურდღლების ზოოპარკში, ახლა ასე ვთქვათ, ხელშეკრულება უდევთ საკვებზე და ყოველკვირა მომარაგება არის, ხო? მომარაგება ყავს, კი. ანუ ეს შემოეხვევა? კი. ცხოველს გუდავს. ნუ ეხა ისიც მითი არის, რომ ძვლებში ამ დროს თამერა ისე ჭამს. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჭკვიანი არსებები არიან, ძვლები რო დაამტვრიოს, შეიძლება მე დამტვრეულმა ძვალმა ორგანიზმი დაუზიანოს გველს, ეს უბრალოდ ეხვევა ისე, რომ ფილტრმა ვეღარ იმუშაოს, იმუშავს და როგორც კი მე გული გაჩერდება, მე იწყებს ჭამას. გველებს უდიდესი როლი აქვთ ეკოსისტემაში. ისინი ძირითადად მღრღნელებით იკვებებიან და ასე არეგულირებენ მათ პოპულაციას. მღრღნელები კი თავის მხრივ შესაძლოა დიდი საფრთხის შემცველები იყვნენ სხვა სიცოცხლისთვის, მათ შორის ადამიანისთვისაც. ისინი ხშირად არიან ისეთი დაავადებების გადამტანები, როგორიცაა ტიფი, შავი ჭირი, სხვადასხვა ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექციები. გველები მათი რაოდენობის დაბალანსებით ავტომატურად იცავენ ეკოსისტემას უამრავი დაავადების გავრცელებისგან. დაინფიცირებულ თაგვს ან რაღაც სხვა ცხოველს რითიც გველი იკვებება, ხო? ან წყილმა რო უკბინოს, ან ტკიპამ რო უკბინოს, ის წერიც ხო ინფიცირდება და ხო ხდებით რამ ხელა მასშტაბზე შეუძლია მე დაავადებების გავრცელება. ასე რომ ძალიან დიდი ბუნების სანიტრები არიან ნამდვილად პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ. საქართველოშიც ეგრე არის, ეგეთი გველები არიან. ჩვენთან განსაკუთრებით ახლა ჩვენთან თაგვები ძირითადად უფრო ბინძურ ადგილებში არიან, აგავსაყრალებზე არიან, სადაც რაღაც დაინფიცირების რისკები უფრო მაღალია. შესაბამისად, იქ არსებული მხნელები უფრო მეტად საშიშები არიან და უფრო საშიშროებას წარმოადგენენ ჯანმრთელობის მხრივ. ამ ანაკონდაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგრესიული არის საკმაოდ. სახელივით იკვინება. მართლა. ან როცა აჭმევან
არა, ზოგადად ისედაც ეს ცოტა ხასიათი აქვს ურა. კონკრეტულად ეს არა მოყავთ აქედან. არა მოყავს. ნუ ესევე რა თამაშებ ხელში, იმიტომ რომ ჩათვალე სულ დაკბენილი იქნება. ერთ-ერთი კიდე ის საინტერესო არის ჩემთვის ახლა მაგაზებს მითოლოგიის ექსპერტებთან უნდა ვილაპარაკო, რატო იმსახურებს ესეთ განსაკუთრებულ ადგილს გველი სხვადასხვა მითოლოგიებში და რელიგიებში. კი, მგონი ყველა კულტურაში ძალიან ძლიერი დატვირთვა აქვს, ზოგან დადებითი, ზოგან უარყოფითი. ჩვენთან რატომღაც ძალიან უარყოფითით არის შემოსული. თორემ ახლა როგორც თქვით, რაღაც იოგაში და ახლა შეიძლება უფრო ბუდისტურ ქვეყნებში უფრო შეიძლება უფრო კარგი დანიშნულებით. ხო, იმათეს უფრო რაღაც სხვა დატვირთვა აქვს და ჩვენთან ეგრე არ არის. არსება, რომელმაც თითქმის ყველა კულტურის მეხსიერებაში კვალი დატოვა. მისი სახე იცვლება, მაგრამ მისი არსი, ძალა და საიდუმლო მარადიულია. მოდი დავიწყოთ ინდოეთით. მედურ სამყაროში ვხვდებით ნაგებს, ნახევრად ადამიანებს, ნახევრად გველებს, წყლისა და სიბრძნის ღვთაებრივ მცველებს. მათ შორის გამოირჩევა ვასუკი, გიგანტური გველი, რომელიც შივას ყელზეა შემოხვეული და მონაწილეობს რძის ოკეანის ათქვებაში. ნაგების მეფეა შეშა, რომელზეც განისვენებს ღმერთი ვიშნუ. შეშას უჭირავს ყველა სამყარო და ღმერთს ადიდებლებს უმღერის. ნაგები გვხვდებიან ბუდისტურ ტრადიციებშიც. ისინი ითვლებიან საიდუმლო ცოდნის მცველებად. ხშირად ნაგა რომელიმე წმინდანს საიდუმლო სუტრას აძლევს. მათი ბუდეები სავსეა საგანძურით. თუმცა მათ მოსაპოვებლად გმირმა გამოცდები უნდა ჩააბაროს და დაბრკოლებები გადალახოს. ნაგა შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ერთგული მცველი და მასწავლებელი, ისე საფრთხის შემცველიც კი. ნაგად ითვლება პატანჯალიც, იოგას სუტრების ავტორი და იოგას ერთ-ერთი მთავარი ფილოსოფოსი. თავად იოგაში კი გველი არის კუნდალინის სიმბოლო. კუნდალინი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ადამიანის ხერხემლის ძირშია ჩაბუდებული. ამ ენერგიის გამოღვიძება იწვევს ცნობიერების გაღვიძებას და სრულ გარდასახვას. ჩინურ მითოლოგიაში ქალის თავიანი გველი ნუვა პირველად შექმნის ადამიანს, სხვათა შორის თიხისგან. სამყაროს შემქმნელი გველი გვხვდება ავსტრალიელი აბორიგენების თქმულებებშიც, ცისარტყელა გველი, რომელიც სამყაროს დედად ითვლება. ის ქმნის ყველაფერს, რაც ხილული და უხილავია. ბერძნული მითოლოგიის ზოგიერთ ვერსიაში გველი ოფიონი შემოეხვევა ეურონიმეს, სამყაროს ქალურ საწყის, რომელსაც ჯერ კიდევ კვერცხის ფორმა აქვს და ასე დაუდებს სიცოცხლეს საფუძველს. ასევე ბერძნულ მითოლოგიაში ძალიან კარგად ნაცნობია ასკლეპიოსის გველი, მკურნალობის სიმბოლო. ის ხშირად ეშლებათ კადუცეულში, ჰერმესის კვერთხში. მითის მიხედვით ჰერმესმა ორი მტრულად განწყობილი გველი შეამჩნია და ისინი თავისი კვერთხით გააშორა. გველები კვერთხს შემოეხვივნენ და ბრძოლა შეწყვიტეს. ამიტომ კადუცეუსი ასკლეპიოსისგან განსხვავებით შერინგების, ბალანსისა და შეთანხმების სიმბოლოა. ეს შეცდომა აშშ-ის სამხედრო კორპუსმაც დაუშვა და ასკლეპიოსის გველის ნაცვლად თანამედროვე სამედიცინო სიმბოლიკაში კადუცეუსი გვხვდება. ბერძნულ მითებში შევხვდებით გორგონას თავისი გველის ხვეულებით. და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მედეაც, რომელიც გველის შხამებს როგორც წამლად, ისე საწამლავად იყენებდა. ოქროს საწმისსაც სწორედ გველის მაგვარი არსება იცავდა. გველთან მჭიდრო კავშირშია ჰეკატეც, ბერძნების მთავარი გრძნეული და მედეას მასწავლებელი. ამერიკელ ინდიელებში გავრცელებული იყო თქმულება ადამიანის მაგვარ გველებზე, რომლებიც მიწისქვეშა სამყაროში ცხოვრობდნენ. ქვესკნელი დაცული იყო პითონის ხეებით და ალიგატორებით. მაიასა და აცტეკთა თქმულებებში განსაკუთრებული როლი უჭირავს კეცალკოატლს, ბუმბულებიან გველს, რომელიც ნახევრად ჩიტია. ის არის სიბრძნის და დილის ქარის ღმერთი, რომელსაც ადამიანებისთვის მოაქვს ნაყოფიერი დღე და ცოდნა. გველი სიბნელის სიმბოლოდ გვევლინება ეგვიპტურ მითოლოგიაში. აპოფისი ქაოსისა და არეულობის მეუფეა. მას უპირისპირდება მზის ღმერთი რა, რათა დაიცვას წესრიგი და ჰარმონია. სკანდინავიის ღმერთების სამყაროში ცხოვრობს იორმუნგანდი, სამყაროს გველი, რომელიც დედამიწას გარს ეხვევა, რაგნაროკის დროს ის ამოვა წყლიდან და პლანეტას წალეკავს. მას თორი თავისი მjolnirით განგმირავს. არსებობს მეორე, ნეგატიური დატვირთვის გველი ნითჰოგი, რომელიც სიცოცხლის ხის, იგდრასილის ფესვებს ხრავს. გვერდს ვერაულით ურობორუსაც, ალბათ ყველაზე მეტად გავრცელებულ სიმბოლიკას. გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს. ეს სიმბოლო ძველი ეგვიპტიდან და საბერძნეთიდან გავრცელდა დანარჩენ სამყაროში, როგორც მუდმივი განახლების და მარადიული წრებრუნვის სიმბოლო. გველს განსაკუთრებული როლი უჭირავს მთელი მსოფლიოს ხალხთა თქმულებებში. ის გვხვდება აფრიკაშიც, მესოპოტამიაშიც, აზიაშიც, ევროპაშიც, ამერიკაში.
გამონაკლისი არც საქართველოა. ფუძის ანგელოზი, ოჯახის მფარველი არსება, ხშირად სწორედ გველის სახით ყავდათ წარმოდგენილი. ზოგიერთ კუთხეში სახლის გველს განსაკუთრებით ეპყრობოდნენ. სამთრის პერიოდში დედა გველს კერასთან კვერცხის დადების საშუალებასაც კი აძლევდნენ. ითვლებოდა, რომ მისი მოკლა ცუდის ნიშანი იყო. ის ოჯახის მფარველად მიიჩნეოდა. უნდა გავიხსენოთ გველის მჭამელიც, ხოგაის მინდია, რომლის ნასახლარი არხოთში, სოფელ ამღაში დღემდეა შემორჩენილი. ლეგენდის მიხედვით ხოგაის მინდია ქაჯებმა მოიტაცეს. ისინი გველის ხორცს ჭამდნენ. ხორცი მინდიამაც ჭამა, რის შემდეგაც მას ზებუნებრივი უნარები გაეხსნა. ესმოდა მცენარეებისა და ცხოველების ელი. როგორც ჩანს, გველი აქაც მიღმიერი ცოდნის არქეტიპია. თუმცა ქართულ მითებში ისევე როგორც სხვაგან, გველი, გველეშაპი, ბოროტების სიმბოლოა, რომლებსაც ღმერთები და ღვთისმშობლები ებრძვიან. გვერდს რა თქმა უნდა ვერ აუვლით ბიბლიას, რომლის დამსახურებითაც გველი ღრმად ჩაიბეჭდა ადამიანთა გონებაში, როგორც მაცდუნებლის და ეშმაკის სახე. როგორც ხედავთ, გველის სიმბოლიკა ისეთი მრავალფეროვანი და გამოუცნობია, როგორც თავად ეს სახეობა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობაშიც არის ისტორიები, როდესაც გველები ღვთიური ნიშნის სიმბოლოა. მაგალითად, საბერძნეთში, კეფალონიაში არსებულ მონასტერს მე-17-18 საუკუნეში მეკობრეები შეესივნენ. ლეგენდის მიხედვით, მონაზვნებმა ღვთისმშობლის სახელზე ლოცვა აღავლინეს, რის შედეგად ტაძარში გველები გამოჩნდნენ და მეკობრეები დააფრთხეს. სხვა ვერსიით კი თავად მონაზვნები გადაიქცნენ გველებად და მეკობრეები შეაშინეს. მას შემდეგ ყოველი წლის 8-დან 15 აგვისტომდე, მაშინ როდესაც ბერძნული ეკლესია მარიამობას ზეიმობს, ეკლესიას გველები სტუმრობენ და ადამიანებთან ერთად მონაწილეობას იღებენ საეკლესიო რიტუალებში. მეცნიერები ამ ფაქტს გველების მიგრაციის პერიოდით ხსნიან, ხოლო მორწმუნე ადამიანებისთვის ეს ამოუხსნელი სასწაულია. რა არის ის, რაც თქვენ ისწავლეთ გველებისგან? ყველაზე მეტად. არაფრის კეთება. მაგალითად, ის რომ თუ არ არის საჭირო, რატო უნდა გავინძრე, ეგ ძალიან კარგად იციან გველებმა. აი, მაგალითად სახეზეა. რავი, გველებისგან შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი პირადი საზღვრების დაცვა და სივრცის დაცვა, იმიტომ რომ არ მომიახლოვდეთ, არა შემიძლია რომ რამე გიქნა, მაგრამ სანამ არ მომიახლოვდი, ყველაფერი კარგად არის. და ესე ძალიან კარგად იცავენ პირად საზღვრებს, ანუ თუ არ ერჩი, არ გერჩის, მაგრამ თუ ერჩი, თვითონაც გერჩის. ვაუ! ხალხი თერაპიებზე დადის ამაში და იხდიან ასობით ლარს და აგერ გველი იყოლიეთ და ისწავლეთ. მეც დავამატებ იმას, რომ აი გველებმა დამოფიქრა და დაგვაფიქრა დარწმუნებული ვარ იმაზე, რომ ზოგადად შიში იწვევს აგრესიას და უცოდინრობა იწვევს შიშს. ანუ უფრო რაც კარგად რო ვთქვა, შეიძლება ესე ვთქვა, რომ უცოდინრობა იწვევს შიშს და შიში იწვევს აგრესიას და ზუსტად ეს არის რაც შეიძლება ვთქვა გველებზე, რა ხალხმა არაფერი არ იცის გველებზე, მე ეშინიეთ შიში კი გადააქვთ აგრესიაში და არ ვიცი, უნდა დაგვაფიქროს ამან ჩვენ თავზე რა, იქნება რა მარტო გველებზე არის ეგ ზუსტად პატერნი. ზოგადად ცხოვრებისეული რაღაც არ ვიცი ფიქრი არის ეს, რომ ვეცადოთ მეტი შევიმეცნოთ, მეტი გავიგოთ, მეტად უცნობიერები ვიყოთ და რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ნაკლებად გვეშინოდეს რაღაცებების და ნაკლებად აგრესიულებიც ვიყოთ. აუ, რა საყვარლები არის. აი ისწავლეთ ხალხო ამ ადამიანებისგან და გველებისგან. ისწავლეთ ამათგან ის თუ როგორ ისწავლოთ გველებისგან. აი ესე ჩამოვაყალიბებდი მე. და ახლა აი გადაცემის დასაწყისში ვამბობდი ამას, რომ სახარებაში არის ერთი ეგეთი ფრაზა, რომელიც მე ძალიან მომწონს რა. იესო ეუბნება თავის მოციქულებს. იყავით უმციკლო ვითარცა მტრედნი და მეცნიერ ვითარცა გველნი. ვაუ. და ნუ კი სისუფთავე საჭირო, მაგრამ თავის დაცვა უნდა შეგეძლოს, შენი საზღვრების დაცვა, რომ შენი ეს შინაგანი სიწმინდა ვიღაცამ ფეხქვეშ არ გათელოს თუ მარტო მტრედი თუ იქნები, ძალიან დაუცველია. იოგაში ეგრეთ ხვდნენ, რომ ადამიანი ევოლუციურად გადის რამდენიმე საფეხურს. პირველ საფეხურს ეძახიან ძაღლის საფეხურს, როდესაც თავიდან ბოლომდე ინსტინქტების დონეზე არის ადამიანი. მერე ეძახიან ჩიტის საფეხურს, როცა ხდება ძალიან სენსიტიური და ამ დროს შემოდის რაღაც ცოდნა და სიბრძნე, ღვთაებრივი ცოდნა და სიბრძნე და შემდეგი ყოფილა გველი. ვახ. როცა უკვე შეუძლია რომ აი რაღაცა ძალიან მიღმა ინფორმაცია შეაგროვოს, იმიტომ რომ ამას ხო არა აქ ყურები, თვალები როგორც თქვენ თქვით და რაღაცას სხვანაირად იღებს ამ ცოდნას და არა და შეიძლება ადამიანმა იფიქრო რომ გველი თითქოს დეგრადაცია უნდა იყოს ჩიტის მერე რაღაცა მიწიდან, ზეციდან მიწაზე ჩამოსვლა, მაგრამ თურმე ეგრე არ ყოფილა. ალბათ სამივე ცხოველი საჭიროა და რა თქმა უნდა. კი. მადლობა ძალიან დიდი მაყურებლებო, რომ ვიყურეთ
და დიდი იმედი მაქვს რომ გველების მიმართ ცოტა გონივრულად მოვიქცევით. კი, გთხოვთ. ჩვენ ხუთნი გთხოვთ. ერთი რაც არის რეკომენდაციის სახით რაც შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს იმდენად წამოვიდა რაღაც ცოტა ინტერესი გველების მიმართ, რომ ძალიან ხშირად იციან ფოტოების გადაღება ძალიან ახლოდან და მერე კითხულობენ ეს რა სახეობაო. არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა რაღაც შხამიანი სახეობა გადაუღიათ და მერე უკითხიათ ეს რა სახეობაა. მაშინ რო გაუმართლათ, იმას ანიშნავს, რომ ყოველთვის გაუმართლათ, ასე რომ დისტანცია უცლებს. ფოტოს გადასაღებად, ფოტოს გადასაღებად და იმის რო აი გველი ვნახე, შორიდანაც არის თვალებში არ უნდა ჩახედო. ხო, ზოგი ხელზე ისვავს და ეს რა სახეობაა და ხო, არა ძალიან ბევრი ფოტო შემხვდა ბოლო პერიოდის ოთხ-ქსელებში გველების და პრინციპს ყოველ ზაფხულს ეგრე არის ხოლმე. ზაფხული როგორც კიდევ აქტიური პერიოდი აქვს ძალიან და ბევრი გველები ასისინა. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ძვირფასო მაყურებლებო. მადლობა, დავაბრუნოთ ახლა ეს თორე მე მგონი უკვე რაღაც ხმები გამოსა, ის ხმები დასაწყისში რომ უყვებოდით რომ გამოფრთხილებელი ხმები. როცა იღლებიან ხოლმე, მე ამით გამოხატავენ რომ დასვენება უნდათ. დავაბრუნოთ. საპატარძლო კაბას თავის გარევაში. სლეიფები.